დღემშვიდობისა BMG-ს პირდაპირ ეთერში ახლა ქალების ნარატივის დროა. მე ჟურნალისტი ლიკა მეგუთნიშვილი ვარ და მომდევნო არასრული 1 საათის განმავლობაში საინტერესო სტუმრებთან ერთად საქმიან ამბებს გაგიზიარებთ. რა თემები გაერთიანდება ჩვენს დღევანდელ ეთერში, ვნახოთ მოკლე ანონსი ამის შესახებ და პირდაპირ ეთერში სულ რამდენიმე წუთში უკვე სტუმართან ერთად დაგიბრუნდებით. საქმეა გვირას და სამშაბათი დღის დასაწყის ქალების ნარატივით ვაგრძელებთ და BMG-ს გამორჩეულ ტელეპროექტში 15 ივლისს 11 საათსა და 30 წუთზე მასპინძლობთ სოფი მუხულიშვილს და თამარ კინძურაშვილს. ბიზნესად ქცეული გატაცება კოსმო ბრენდი, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ხელნაკეთ ჩანთებს და აქსესუარებს ქმნის. ქალების ნარატივში ზაფხულის სეზონის სიახლეებს გაგვაცნობს და გეგმებსაც და მოლოდინებსაც დაგვიანონსებს. გადაცემის სტუმარი კი ბრენდის თანადამფუძნებელი სოფი მუხულიშვილი იქნება. Deutsche Welle-ის გლობალური მედიის ფორუმზე მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორს თამარ კინძურაშვილს Deutsche Welle-ს სიტყვის თავისუფლების ჯილდო გადაეცა. დეტალებზე ქალების ნარატივში თავად თამარ კინძურაშვილი ისაუბრებს. სიახლეებით მეწარმეების შესახებ და მათი საქმიანი ისტორიებით. ყოველ სამუშაო დღეს ზუსტად 11 საათსა და 30 წუთზე BMG-ს პირდაპირ ეთერში ტელეგადაცემა, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ. ქალების ნარატივი. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და გადაცემის ამ ნაწილს სრულად და ბოლომდე ქართულ ბრენდს ვუთმობთ და ხელნაკეთი ჩანთებისა და აქსესუარების კომპანია კოსმოს სიახლეებს მიმოვიხილავთ, რომელმაც ამასობაში ოპერირების 10 წლიანი ისტორიაც მიითვალა და მონაგარი რიცხვებს მიღმა ქვეყნის მასშტაბით გაძლიერებული ექსპანსიიდანაც მარტივად იკითხება დედაქალაქთან ერთად კოსმო, როგორც ბათუმში, ისე გორში, ასევე ქუთაისშიც არის წარმოდგენილი პარტნიორ მაღაზიებში და არა მხოლოდ მათ შორის საერთაშორისო ბაზრებზეც შეძლებთ და შეიძენთ კოსმოს ხელნაკეთ ჩანთებსა და აქსესუარებს, როგორ ვითარდება ბრენდი და როგორ რა შედეგებს მიაღწია ამ წლიან პერიოდში მის დამფუძნებელთან სოფი მუხულიშვილთან ერთად მიმოვიხილავთ, რომელიც საქმიანი ამბებით გვერდდება პირდაპირ ეთერში. სოფი, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის, სტუმრობისთვის ჩვენთან და რაღაცა ისე თქვა თქვენი სტუმრობა თან რომ გადავხედე თქვენს ასე ვთქვათ რიცხვებში რაღაცებს ვნახე რომ ამასობაში 10 წელიც გისრულდებათ და მინდა რომ რაღაცნაირად შეჯამებით დავიწყოთ სანამ სიახლეებზე გადავალთ როგორი იყო 10 წელი კოსმოსთვის როგორ დაიწყეთ და დღეს უკვე როგორ პოზიციონირებს ბრენდი როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო ბაზრებზე მოგესალმებით, მადლობა ლიკა პირველ რიგში, რომ ყოველ ჯერზე ესე ჩვენი ახალი ამბები თქვენთან ერთად ვართ გადაცემაში. ნამდვილად უკვე 10 წელი ხდება, რაც კოსმო თავის საქმიანობას ითვლის. 10 წლის წინ დავიწყეთ მე და ჩემო დეიდაშვილმა თამომ ზუსტად ხელნაკეთი აქსესუარების დამზადებით და უკვე დღეისთვის დიდი არჩევანით ვართ წარმოდგენილი. ამ ეტაპისთვის უკვე გვაქვს საქართველოში ძალიან დიდი არჩევანი, როგორც ჩანთების ასევე აქსესუარების 150-ზე მეტი დასახელების პროდუქცია 9 ფილიალით ვართ წარმოდგენილი და რა თქმა უნდა სხვადასხვა რეგიონში და რა თქმა უნდა უცხოურ ბაზარზეც აქტიურად ვყიდეთ ჩვენს პროდუქციას. აუცილებლად გავშლით ამ თემას როგორც საერთაშორისო ასევე ადგილობრივ ბაზარზე და წლის შეჯამებაც მინდა რომ ამასობაში ყოველ შემთხვევაში წელი მთლად ვერა, მაგრამ ორი კვარტალი უკვე შედეგები ასე თუ ისე სახეზე გვაქვს, როგორი იყო პირველი მეორე კვარტალი კოსმოსთვის გაყიდვების მაჩვენებელი, მათ შორის საკმაოდ კრიზისული პერიოდი გადაიარეთ ბრენდებმა დეკემბერში და როდესაც ყველაზე აქტიური საახალწლო პერიოდი იყო და ახლა რამდენად დაიწყო რეაბილიტაციის პროცესი, რამდენად დაბალანსდა, დაკომპენსირდა, ასე ვთქვათ, ის დაბალი ფინანსური მაჩვენებლები უკვე ზაფხულის სეზონზე მათ შორის. შვენიერი კითხვა. ნამდვილად ბევრი გამოწვევა იყო წლის განმავლობაში, ასევე არაერთ გამოწვევას უმკლავდებით ახლაც, რაც მნიშვნელოვანი და ყველაზე გამოსარჩევი ფაქტორი არის, ეს არის ჩვენი მომხმარებლის მხარდაჭერა, მუდმივი და ბუნებრივია ამ ყველაფრის ფონზე. ჩვენი მომხმარებელი სულ ჩვენს გვერდით არის და აქედან გამომდინარე სტაბილურად ვითარდებით სევ ამ ეტაპისთვის. დაახლოებით როგორი მაჩვენებლებია სხვაობა გასულ წელთან შედარებით გაყიდვების გაყიდვების მაჩვენებელი სტაბილურად ვითარდება, ისევ ვითარდება. კი, ისევ ზრდა. რა პროცენტული მაჩვენებელი? მცირე, თუმცა მაინც არის. კი ბატონო. სოფი, როგორც ვიცი, გაქვთ ძალიან ბევრი სიახლე ამასობაში. მოდი გავაცნოთ ჩვენს მაყურებელს, მათ შორის ექსპანსიას აძლიერებს ბრენდი ისევ რეგიონების მასშტაბით. ესე იგი არ ჩერდებით, ხო, სამ ქალაქზე? კი ბატონო, აუცილებლად.
პირდაპირ ჩვენი მომხმარებლის სურვილიდან გამომდინარე ძალიან დიდი მოთხოვნა იყო რომ თელავის მიმართულებით გაგვახსნა ფილიალი და საბედნიეროდ ჩვენმა პარტნიორმა სავაჭრო ცენტრმა ააშენა იქაც და დაახლოებით 3 თვეში უკვე ჩვენი ახალი ფილიალი იქნება თელავის მიმართულებით. ეხლა გითხარით ვინ არის ეს პარტნიორი, შეიძლება ეს სახელდაგვარი არა, მაგრამ აი კომპანიასთან თანამშრომლობთ, ინვესტორი იპოვეთ ადგილობრივი. არა, სავაჭრო ცენტრი შენდება თელავში უკვე დასრულდა და ზუსტად აი ამ სავაჭრო ცენტრში ვიქნებით წარმოდგენილი. ფილიალი იქნება სტენდის სახით იქნება. ფილიალი, კი, ძალიან ლამაზი ფილიალი, ღია სახელოსნოს კონცეფცია იქნება, აქაც წარმოდგენილი, ანუ მომხმარებელი რომ მოვა, ადგილზე შეძლებს თვითონ ჩაერთოს წარმოების პროცესში, გააკეთოს სასურველი ინიციალი, ნებისმიერი წარწერა და შემდეგ უკვე ან საჩუქრად ან თავისთვის დაიღოს ჩვენი. როგორც თბილისში არის მათ შორის რაღაც სახელოსნოს ფორმატი, იგივე კონცეფციას გადაიტანთ თელავშიც თუ იქ იქნება? კი, აუცილებლად იგივე კონცეფციას გადავიტანთ. ბათუმში უკვე 2 წელზე მეტია წარმოტებით ფუნქციონირებს ეს კონცეფცია. ძალიან მალე თბილისში დაახლოებით 2 თვეში გვექნება ულამაზესი ღია სახელოსნოს გახსნა, რომელიც იქნება ყველა მომსახურებით, რაც აქამდე კოსმოსში ყოფილა, დაწყებული იქიდან რომ იქნება სივრცე, სადაც ადამიანებს თვითონ შეუძლიათ შექმნან თავისი ჩვენი კოსმიური პროდუქცია, ასევე სივრცე იქნება, სადაც ქართულ სხვა პროდუქტებსაც შეძლებენ რომ შეიძინონ და მოკლედ ასეთი მიმართულებით ვითარდებით და შემდეგ უკვე თელავშიც გავიხსნებით. რა ფართი გექნებათ ათვისებული ამ სავაჭრო ცენტრში და დასაქმების ნაწილი ძალიან საინტერესო არის ადგილობრივებს დაასაქმებთ თუ უკვე აქედან მოხდება კადრების ჩაყვანა თელავში. როგორც გორში და ბათუმში ზუსტად იგივე პრინციპით ვიქნებით თელავშიც წარმოდგენილი, შესაბამისად ადგილობრივებს დავასაქმებთ. ფართი დაახლოებით 80 კვადრატის ფარგლებშია სივრცე, რომელშიც ჩვენი მაღაზია გაიხსნება. საკმაოდ დიდი სივრცეა იმისთვის, რომ სრულად და ძალიან ფართოდ ვიყოთ წარმოდგენილი. დაახლოებით რამდენ ადამიანს დაასაქმებთ? რამდენად დიდ 8 ადამიანს დავასაქმებთ კი. კი ბატონო, სოფი, რა მოცულობის საინვესტიციო პროექტთან გვაქვს საქმე და ზოგადად აი თელავსაც აი როგორც ბაზარს რომ შევხედოთ, რამდენად თუნდაც სხვა ბაზრებთან შედარებით, რამდენად ძვირი ჯდება იქ ობიექტის გახსნა. აი რეგიონების პრინციპში უკვე რადგან გაიშალეთ და გაფართოვდით, გექნებათ ხო შესწავლილი და პრინციპში შედარებითი ანალიზით შეგვიძლია რომ გავაკეთოთ. კი ბატონო, რეგიონების კუთხით, როგორც აქამდე გავხსენით გორში, ბათუმში 2 მაღაზიით ვარ წარმოდგენილი. თელავის დაახლოებით იგივე მიმართულება, ძალიან საინტერესო ბაზარია ჩვენთვის, იმიტომ რომ ძალიან უყვართ კოსმო, მოთხოვნადი არის თელავის ბაზარზე და ჩვენ ძალიან გვინდა რომ ჩვენი პროდუქცია მათთან კიდევ უფრო ახლოს მივიტანოთ, კიდევ უფრო კარგად გავიცნოთ თელაველი მომხმარებელი და ბუნებრივია მათაც უკეთ რომ გაიცნონ კოსმოს ღირებულებები და რა განსაკუთრებულ პროდუქტს გქონით. რაც შეეხება თვითონ საინვესტიციო მიმართულებით, საკმაოდ დაახლოებით 300-400.000-ის ფარგლებში და იქნება, რაც თელავის მიმართულებით დაგჭირდება და ნახოთ დანარჩენი უკვე პროცესის ნაწილია და 300.000 ლარი ეს შედის ფართის ქირაობა, დასაქმებულები. კი ბატონო, საწყის ეტაპზე 9 მილიონამდე მაქსიმუმ, რასაც ველით კი. ლარი რა თქმა უნდა. კი ბატონო. სოფი, მოთხოვნა ახსენეთ და ეს ალბათ იქნებოდა e-commerce-ის საშუალებით, ხო, რეგიონული მასშტაბით მოთხოვნას გულისხმობ. აი ამ მხრივ რა შედეგები გაქვთ ონლაინ პლატფორმა? მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკური მაღაზიები იხსნება და ამ მხრივ ფართოვდებით, რჩება მაინც ასე ვთქვათ მთავარ მამოძრავებელ ძალად ბრენდისთვის და კომპანიისთვის. რა თქმა უნდა, და რა წილი მოდის დაახლოებით და ესეც ასე ვთქვათ როგორ არის გადანაწილებული ყველაზე ძირითადი კონცენტრაცია საერთოდ. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის e-commerce გამომდინარე იქიდან რომ ზუსტად ეს იყო პლატფორმა პირველი, სადაც დავიწყეთ ჩვენი პროდუქციის გაყიდვა 10 წლის წინ. და ამ ეტაპისთვისაც რჩება ძირითად გაყიდვის არხად, დაახლოებით გაყიდვების 15-20% მოდის ონლაინ პლატფორმებზე. ეს არის როგორც სოციალური ქსელები, Facebook, Instagram გვერდი, ასევე საიტი cosmo.com. e-commerce რა წელი მოდის დაახლოებით და რამდენად ზრდა შეინიშნება ამ მიმართულებითაც? 15-20% მოდის კი ბატონო, e-commerce-ის მიმართულებით ზრდა შეინიშნება, თუმცა გამომდინარე იქიდან ჩვენი სადაც გაყიდვის სხვა არხებს ვაფართოვებთ, ესე მთლიანი წილში მაინც ამ ნიშნულს ინარჩუნებს. სოფი, სიახლეები ვიცი რომ ამით არ სრულდება და გაქვთ ძალიან საინტერესო კამპანია, ასევე რომელიც ჩაუშვით და რომელიც ყველას ძალიან სენსიტიურ თემასაც ეხება ამავე დროს. რას გულისხმობს ეს კამპანია? მოდი ვრცლად და დეტალურად გავაცნოთ ახლა ეს ყველაფერი ჩვენს საკითხში.
კი ბატონო, დავიწყებ იმით, რომ კოსმო არის ბრენდი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან მესეჯს აჟღერებს ყოველთვის. კოსმო არის კიდევ ერთი მიზეზი ჩვენი მომხმარებლების და ჩვენი ბედნიერებისთვის. ეს არის ბრენდი, რომელიც ჩვენ ვართ ესეთი პროდუქტის შემქმნელები, რომელსაც თავისი ისტორია აქვს. ყველა ნივთს, ყველა კოლექციას აბსოლუტურად და შესაბამისად ზაფხულისთვის, როდესაც გადავწყვეტეთ, რომ შეგვექმნა საზაფხულო კოლექცია, ძალიან ლამაზი ჩანთები გამოგვივიდა და ამ ჩანთებთან ერთად ჩვენი მომხმარებლის გასული წლის თხოვნიდან გამომდინარე, გადავწყვეტეთ, რომ შეგვექმნა სამოსიც ზუსტად ამ ჩანთებისთვის. გავაკეთეთ ძალიან ლამაზი სარაფანი, პარეო, თავშალი და ასე შემდეგ და წარმოიდგინეთ, რა თქმა უნდა, ეს ვერ იქნებოდა ისე, თუ არ იქნებოდა თავისი დატვირთვა. როდესაც დავსხედეთ ჩვენს დიზაინერებთან ერთად და ვიფიქრეთ, რა თემას მიევუძღვნათ. ზღვასთან დაკავშირებით ბუნებრივია პირველი ყველას ერთად გაგვახსენდა აფხაზეთი და ზუსტად ამის გამო დავარქვით ამ კამპანიას დაბრუნება აფხაზეთის და ჩვენმა დიზაინერებმა ძალიან ბევრი შრომეს. ძალიან მნიშვნელოვანია, კი ვიცით, კულტურული მეხსიერება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავიხსენოთ ყოველ ჯერზე ის ისტორიული ძეგლები, რომელიც აფხაზეთშია და ეს კიდევ ერთხელ ხელი შეუწყოთ მათ პოპულარიზაციას და ზუსტად ამის გამო გადავწყვეტეთ, რომ ეს დაბრუნება ყოფილიყო აფხაზეთის ფერადი მოგონებები და ჩვენი ის დიდი მონატრება, რაც ახლა ჩვენს გუნდს გაგვაჩნია და ასევე დარწმუნებულვარ ჩვენს მომხმარებლებსაც და ესე შევქმნით ულამაზესი ნივთები. ეს არის ახლა სრულად წარმოდგენილი თქვენს ფილიალებში და მათ შორის გადის ქვეყნის ფარგლებს მიღმა? ძალიან კარგი კითხვა. ამ ეტაპზე წარმოდგენილია ონლაინ სივრცეში, ბათუმის ფილიალებში, თემატიკიდან გამომდინარე, რადგან ზღვას ეხება და ძალიან მალე თბილისის ფილიალებშიც გვექნება უკვე საშუალება, რომ შეიძინოთ. კი, მიმდინარე წელს. ხო და მათ შორის რამდენად უყურებს ეს, რომ გავიდეს და გაიცნოს თუნდაც რაღაცა ეს ქართულ-აფხაზური ამბები საერთაშორისო კოსმოს საერთაშორისო მომხმარებლებს. კი, ძალიან დიდი სურვილი გვაქვს და გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ამას ძალიან ლამაზი ვიდეო რგოლიც მივუძღვენით და ესე დავარქვით, როცა გნახავ, მაშინ გეტყვი, ულამაზესი კადრებია, გურიაში გადავიღეთ სხვათა შორის ეს ვიდეო, იმიტომ რომ თემატურად გვინდოდა მეტად გვეგრძნო ის ყველაფერი, რაც აფხაზეთიდან მოდის და რა მოგონებებიც ჩვენ გვაქვს ამ ეტაპზე. და მოკლედ ეს კოლექცია გამომდინარე იქიდან, რომ კოსმოს პროდუქცია სადაც იყიდება უცხოურ ბაზარზე, ძალიან გვინდა რომ გავიტანოთ გამოფენაზე და იქ უკვე გამოჩნდება, რამდენად შევძლებთ, რომ უცხოურ ბაზარზეც გაიყიდოს აქტიურად. თუმცა, რა თქმა უნდა, კოსმოს საიტი ხელმისაწვდომია უცხოელ მომხმარებლისთვის და ისე კი შეუძლიათ ნებისმიერ წერტილიდან შეიძინოთ. სოფი, ეს კამპანია გარკვეულწილად იმის მანიშნებელიც არის, რომ თქვენ როგორც ბრენდი რაღაც განვითარების სხვა ეტაპზე გადახვედით და მათ შორის მარკეტინგული კამპანიის გაძლიერება დაიწყეთ, რაღაცა სოციალური აქტივობები. აი, აქეთკენაც უკვე გადადიხართ, რომ ეს არ არის მხოლოდ ბრენდი პროდუქციის რეალიზაციისთვის. მთელი ჩვენი არსებობის მანძილზე გვინდა რომ ეს ისედაც ვთქვათ და ზუსტად ამისთვის იყო. არ მე ვგულისხმობ მათ შორის ფინანსების მიმართვას აქტიურად და ასე. კი, თუმცა ეს პირველი კამპანია არ არის, რიგით მეოთხე კამპანია, რომელსაც უკვე აკეთებს კოსმო ესეთი ფართო მასშტაბით კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულებითაც. პირველი იყო 2022 წელს, როდესაც გავაკეთეთ კამპანია ქალები ბაზრიდან და სარვამარტოდ ბაზარში დასაქმებული ქალბატონები გადავიღეთ და მათთვის ეს დღე ვაქციათ ესეთ დღესასწაულად. მე ინტერვიუები ჩავწერეთ მათთან და ჟურნალისტს კი გამოვეცით და ამ კამპანიამ არაერთი საერთაშორისო ჯილდო მოიგო. მე მქონდა კიდევ სხვადასხვა ორი კამპანია და ეს უკვე რიგით მეოთხე კამპანიაა ჩვენთვის. ძალიან დიდ წარმატებას ვუსურებ ამ კამპანიასაც და ისეთ აღიარებებს, რომელიც წინა კამპანიებს ნამდვილად არ დაკლებიათ და დარწმუნებული ვარ, რომ ასეც იქნება ამ შემთხვევაში. სოფი, აუცილებლად მინდა რომ სანამ ჩვენი საუბარს დავასრულებდეთ, ვისაუბროთ და შევეხოთ თქვენ საერთაშორისო ექსპანსიასაც, იმიტომ რომ კოსმო თავიდანვე უყურებდა გლობალურ ამბიციებს, გლობალურ მასშტაბებს და არ იყო ბრენდი მხოლოდ საქართველოსთვის. ხო, დღეს სად ხართ წარმოდგენილები, როგორი არის თქვენი საექსპორტო გეოგრაფია და როგორი არის შედეგები ამ ქვეყნებიდან? ნამდვილად ჩვენ მგონია რომ საქართველოში გვაქვს პოტენციალი იმისი რომ შევქმნათ ქართული ძლიერი ბრენდები და გავიტანოთ უცხოურ ბაზარზე და
ასე ამაყად ვთქვათ ჩვენი ქართული სიტყვა, მით უფრო როდესაც არ იქნება უბრალოდ ესე კოლექცია, საზაფხულო და ყოველს თავისი ისტორია აქვს და აბსოლუტურად ყველა კოლექცია რაღაც გარკვეულ მესიჯებს ატარებს. ზუსტად ამის გამო 2 წლის წინ დანიიდან შევიძინეთ მსხვილესი პარტნიორი. ჩვენი კოსმოს პროდუქცია გადის დანიაში უკვე რამდენი 2 წელია აქტიურად და იქ მაღაზია Taxel-ში იყიდება. ასე უკვე სხვა პარტნიორები ბუციკების მიმართულებით იტალიიდან, საფრანგეთიდან და ასე შემდეგ. იმისთვის რომ კიდევ უფრო გავზარდოთ კოსმოს პროდუქციის გაყიდვა საზღვარგარეთ, ძალიან აქტიურად ვიღებთ მონაწილეობას სხვა გამოფენებში. ძალიან მნიშვნელოვანი აწარმოა საქართველოს მხარდაჭერა ყოველჯერზე გამოფენებში მონაწილეობის დროს. წელს ახალი გამოფენების მიმართულება ვირჩიეთ. მივდივართ იაპონიაშიც და ნიუ-იორკშიც ვიქნებით უკვე. და ბაჩორის ეგეგმება იქ ექსპორტის გააქტიურებაც. პირველი ნაბიჯია გამოფენაში მონაწილეობა და ბუნებრივი პირველად კი ბატონო და ბუნებრივი გამოფენაში მონაწილეობით იმას გამოვხატავთ რომ ჩვენს ბაზარი გვაინტერესებს და საპარტნიორო ურთიერთობებისთვისაც რა თქმა უნდა. წარმატება დანიაშიც და პოტენციურ საექსპორტო ქვეყნებშიც და 10 წელი პრინციპში უკვე საკმარისზე მეტი დროა იმისთვის რომ ის ღირებულებები გამოჩნდეს, ის შედეგები და მიღწევები, რომელზეც ამდენი ხანია დგას ბრენდი და ავითარებთ და აძლიერებთ და წარმატება თქვენ ყველა მიმართულებით, სოფი გელოდებით აუცილებლად ნიუ-იორკის და იაპონიის გამოფენების შედეგებით და მყარი საპარტნიორო კავშირებით, რაც ძალიან დიდი მადლობა ლიკა. წარმატება. მადლობა. სოფი მუხულიშვილი კოსმოს თანადამფუძნებელი იყო ჩვენი სტუმარი, სანამ რეკლამაზე გავალთ კიდევ ერთი საინტერესო თემა უნდა შემოგთავაზოთ. ბალენსიაგაში გატარებული 10 წლის შემდეგ ქართველმა დიზაინერმა დემნა გვასალიამ ბრენდთან გამოსამშვიდობებელი ბოლო ჩვენება გამართა ბალენსიაგას 2025 წლის შემოდგომა ზამთრის კოლექცია დემნამ პარიზში მაღალი მოდის კვირეულზე წარადგინა, რომელსაც არც ვარსკვლავთმცემელი დაკლებია და არც ხარე აპლოდისმენტები როგორ დასრულდა ბრენდისთვის. გარდაქმნების ის ათწლეული, რომელსაც დემნა გვასალია ხელმძღვანელობდა და კრეატიულის მიღმა რა სავარაუდო ფინანსური აქტივებით ტოვებს ბალენსიაგას გუჩის სასარგებლოდ ქართველი დიზაინერი. აი ამაზე გიტოვებთ ვიდეო ისტორიას და რეკლამის შემდეგ უკვე სტუმართან ერთად დაგებრუნდებით მედიის განვითარების ფონდის დამფუძნებელი თამარ გინწურაშვილი იქნება ჩვენთან ერთად და გველოდით. მაღალი მოდა ხომ ის სფეროა, სადაც ცალკეული კრეატიული ტალანტი დროთა განმავლობაში ეპოქას აყალიბებს. სწორედ ეს ეპოქა შექმნა ბალენსიაგაში მოდის ქართველმა ლეგენდამ. 10 წლეულის განმავლობაში დემნა გვასალიამ არა მხოლოდ ბრენდი გარდაქმნა, არამედ მოდის ინდუსტრიის მთელ ლანდშაფტს სრულად ახალი ფორმა შესძინა. თუმცა ახლა ბალენსიაგასთვის და დემნასთვის ეს რევოლუციური დეკადა დასრულებულია. 2025 წლის შემოდგომა ზამთრის კოლექციის ჩვენება პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე დემნასთვის უკანასკნელი იყო ბალენსიაგას კრეატიული დირექტორის რანგში. ექსცენტრიული ხედვით, რევოლუციური იდეებითა და სენსაციური კოლექციებით მოდის ინდუსტრიის მწვერვალების დამპყრობელმა ეს ხელწერა ბრენდში თავის უკანასკნელ აკორდსაც დაატყო. ბალენსიაგასთვის ბოლო კოლექცია სრულად დემნასეული იყო, მისი ხასიათისგან არეკლილი შტრიხებითა და გამორჩეული, არაორდინალური დეტალებით. პოდიუმზე გამოვიდნენ სუპერმოდელი ნაომი კემპელი და ბრენდის ამბასადორი კიმ კარდაშიანი. სხვადასხვა ლუკი ფოტოზე პარიზის მასშტაბით იქნება აღბეჭდილი. სწორედ იმ ქალაქში, სადაც მაღალ მოდასთან ერთად მისი კარიერაც დაიბადა. ბალენსიაგამ დემნასადმი პატივისცემის ნიშნად პარიზში, კერინგის ისტორიულ სათაო ოფისში, დიზაინერის 101 საკულტო ნამუშევრის გამოფენა მოაწყო. შერჩეული ნივთები ყველაზე უკეთას ახავს მოდისადმი გენიოსის არაორდინალურ დამოკიდებულებას. თუმცა სანამ ქუხარე ოვაციებით ბალენსიაგაში დემნას 10 წლიან თავგადასავალს შეაფასებდნენ, იქამდე მოსაყოლ ამბებს 2015 წლამდე მივყავართ იმ თარიღთან, რომლის შემდეგაც მისი სახელი ავანგარდსა და მოდის ინოვაციასთან გაიგივდა. გვასალიას უნიკალურმა ხედვამ და კონცეპტუალურობამ ბალენსიაგა ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ბრენდად აქცია თანამედროვე მოდაში. მან არა მხოლოდ ბრენდის ცნობადობა განამტკიცა, არამედ საკუთარი ქონებაც საგრძნობლად გაზარდა. დემნას აქტივების მოცულობა ოფიციალურად საჯარო არ არის, თუმცა არსებული შეფასებით, როგორც ბალენსიაგას კრეატიული დირექტორის, ასევე ვეტმენცის თანადამფუძნებლისა და მეწილის სტატუსით, გვასალიას ქონება სავარაუდოდ 25-დან 35 მილიონ დოლარამდე შეადგენს. ამ ინდუსტრიაში იმაზეც თანხმდებიან, რომ მისი როლი შეუფასებელია, ისევე როგორც მნიშვნელობა საკულტო ბრენდებისთვის. ბალენსიაგას შემდეგ
ახლა უკვე გუჩისთვის. ყველაზე ბობოქარი, ხმაურიანი და ექსტრაორდინალური 10 წლეულის შემდეგ ბიოგრაფიაში ახალი თავისწერა კერინგის ფლაგმანულ ბრენდში იწყება. გუჩის კრეატიული დირექტორის ანაზღაურება მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი რიცხვი საჯარო არ არის, ცნობილია, რომ $180,000 ფარგლებშია. მოდის ექსპერტთა ვარაუდით კი დემნას ანაზღაურება ამ მაჩვენებელზე ბევრად მაღალი იქნება. თუმცა, რასაც არ უნდა ამბობდეს და ასახავდეს რიცხვები, ეს არანაირად არ ცვლის მოცემულობას. დემნას გავლენა მაღალი მოდის ინდუსტრიაში სულ სხვა ეტაპზე გადადის. მისი ხელწერა, რომელიც შერწყმულია პროვოკაციასთან, მინიმალიზმთან და ინტელექტუალურ კონცეფციებთან, უკვე იქცა მაღალი მოდის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათად და ამის მიღმა ქართველმა ნოვატორმა ისიც არაჩვეულებრივად დაამტკიცა, რომ მოდა მხოლოდ ტანსაცმელი არ არის და ის სოციალური და კულტურული იდენტობის ფორმების ინსტრუმენტია, რომლის თეორია მუზეუმში კი არა ქუჩაში იქმნება. მათ შორის ყოველდღიურობით ტკივილით, უკმაყოფილებით, ბრაზით, ახტაცებით და თქვენ წარმოიდგინეთ ირონიითაც კი. ასია პარიზიდან ტოკიომდე ამ ინდუსტრიაში ეჭვი აღარავის ეპარება, რომ დემნამ სოფლიო მოდის სტანდარტები შეცვალა და რეალურად მოდის საკუთარი თეორია შექმნა. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში მედიის განვითარების ფონდის დამფუძნებელსა და დირექტორს მედიის უფლებების დამცველ თამარ კინწურაშვილს გერმანული მედია ორგანიზაციის Deutsche Welle სიტყვის თავისუფლების ჯილდო გადაეცა დაჯილდოების ცერემონიალი გასულ კვირას გერმანიის ქალაქ ბონში გლობალური მედიის ფორუმზე გაიმართა. აქვე გეტყვით იმასაც, რომ Deutsche Welle ჟურნალისტებს სიტყვის მცველებს, ისევე როგორც ადამიანის უფლებათა დამცველებს ჯილდოს 2015 წლიდან გადასცემს. თამარ კინწურაშვილი მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გვერდდება ახლა პირდაპირ ეთერში და საერთაშორისო წარმატების მიღმა ლოკალურ სტატუს-კვოსა და არსებულ მედია გარემოზე საუბარს მასთან ერთად განვაგრძობთ. გამარჯობა ქალბატონო თამარ, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის და სტუმრობისთვის. ერთი კვირის წინ მივესალმები თქვენ მაყურებელს. ერთი კვირის წინ იყავით ფაქტობრივად აი ყველაფრის ავანგარდში და პირველი უბრალოდ ერთადერთი ქართველი, რომელმაც ეს ჯილდო წამოიღო გერმანიიდან და გილოცავთ ამ აღიარებას. ზოგადად რა მნიშვნელობის არის ეს მედია ფორუმი, ასე ვთქვათ, ეს Deutsche Welle-ს წამოწყებული კამპანია ჩვენ საზოგადოებასაც რო გავაცნოთ და თქვენთვის უშუალოდ რა მნიშვნელობა აქვს აი ამ პრიზს და საქართველოსთვის. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი აღიარება ერთ-ერთი ავტორიტეტული საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ, გერმანული საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ, რომელთანაც და Deutsche Welle აკადემიასთან ჩვენ გვაქვს წლების განმავლობაში თანამშრომლობა და ეს ორგანიზაცია ეხმარება ქართულ მედიას დამოუკიდებლობის, თავისუფლების დაცვის კუთხით. ეხლა როდესაც ჩვენ ვართ გასაყარზე გარკვეულწილად და საქართველოს, რომელიც რამდენიმე წლის წინ იყო გარდამავალი დემოკრატიის ქვეყანა და ცდილობდა გარკვეულწილად კონსოლიდირებას და ყველა ერთად აღნიშნავდით კანდიდატის სტატუსს, იმიტომ რომ ეს იყო წინაპირობა, რომ უფრო მეტად მოვახდენდით დემოკრატიის კონსოლიდირებას და ინსტიტუტების გაძლიერებას. ეხლა ვდგავართ ავტორიტარიზმის საფრთხის წინაშე და ამდენად საქართველოს არის ბუნებრივია დასავლური ქვეყნების ყურადღების ცენტრში და იმ წნეხის და რეპრესიების საპასუხოდ, რომელიც ჩვენ 2024 წლიდანაც ეს კანონის ხელახალი ინიცირება მოხდა, განვიცადეთ საზოგადოებრივმა გერმანულმა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ჩათვალა, რომ ჩვენი საქმიანობა დეზინფორმაციასთან ბრძოლის და საზოგადოების მედეგობის გაძლიერების კუთხით იყო მნიშვნელოვანი და ეს ჩვენთვის პატივისცემი და პასუხისმგებლობაც არის, რომ გავაგრძელოთ ეს საქმე ჩვენი ქვეყნის უკეთესობისთვის. განსაკუთრებით რას ქონდა ყველაზე დიდი როლი აი ამ ჯილდოს და აღიარების მოპოვებაში, მათ შორის მათი მხრიდან, აი რაზე გააკეთეს აქცენტი თქვენი საქმიანობის ფარგლებში? ჩვენ წლებია ვმუშაობთ იმისთვის, რომ ინფორმაციის სანდოობა დავიცვათ და ეს პირველ რიგში გულისხმობს
გარე ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავებას, იმიტომ რომ რუსეთი ცდილობს საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას, ახორციელებს ინფორმაციულ ოპერაციებს იმისთვის, რომ საგარეო პოლიტიკურ კურსზე მოახდინოს საქართველოს გავლენა და მეორე მხრივ არადემოკრატიული აქტორები იყენებენ მედიას, რომელიც თავისი არსით დემოკრატიული პლატფორმა, ისევ დემოკრატიის საწინააღმდეგოდ და ჩვენ ხედავთ, რომ ბოლო წლებში მართლმა პარტიამ აითვისა რუსული playbook-ი, ასე ვთქვათ, და იყენებს ყველა იმ მეთოდს, რომელსაც რუსეთი წლებია იყენებს საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებისთვის. ამას ჩვენ ორი მიმართულებით ვახორციელებთ. ერთი არის დეზინფორმაციასთან ბრძოლა და ჩვენი ფაქტების გადამოწმების პროგრამა მითების დეტექტორის მეშვეობით და მეორე მხრივ მედია წიგნიერების გავრცელებით, იმიტომ რომ საზოგადოება იყოს უფრო მედეგი, როგორც გარე საფრთხეების, ასევე ხელისუფლებიდან მომდინარე ინფორმაციული მანიპულაციების მიმართ. და ვფიქრობთ, რომ ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, არა მარტო საქართველოში, იმიტომ რომ ჩვენ რეგიონსაც ვფარავთ, მათ შორის ფაქტ-ჩეკინგის პროგრამა მუშაობს რუსეთში, უკრაინაში და ბელორუსიაში, იყო მნიშვნელოვანი წინაპირობა ამ ჯილდოსთვის. და ქალბატონო თამარ, რა შედეგებია უკვე აი დღეს ხელშესახები, მათ შორის მესმის, რომ ეს არის სისტემური პრობლემა, მასობრივი, მათ შორის დიდი ფინანსური რესურსი იდება ამ ყველაფერში და რთულია ასე მარტივად გამკლავება ამასთან, მაგრამ აი რა პროგრესია სახეზე? საქართველოში რეგრესია არის ზოგადად დემოკრატიის კუთხით, იმიტომ რომ ხელისუფლებამ გაოდაუხვია იმ დემოკრატიულ კურსს, რომელზეც ჰქონდა განაცხადი. იმიტომ რომ ევროკავშირის წევრობა გულისხმობს, რომ შენ ხარ აი ამ სივრცის ნაწილი და იზიარებ იმ საერთო ღირებულებებს, რომელიც სხვათა შორის ევროკავშირის დოკუმენტებამდე 21 წლის კონსტიტუციაში იყო ჩაწერილი, უბრალოდ ის 21 წლის კონსტიტუცია ხანმოკლე აღმოჩნდა წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციის გამო. ამიტომ ეს პროცესი არის განსაკუთრებით მწვავე. ჩვენ ვართ ორ ფრონტზე, ერთი არის მტრული სახელმწიფოს რუსეთის საინფორმაციო კამპანია, მეორე ადგილზე ხელისუფლების, რომელსაც უფრო მეტი რესურსი აქვს, მათ შორის მედია პლატფორმების სახით. ეს გულისხმე. აშკარად ხო, აი სასწორის პინაზე ძალათა იმიტომ რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევებიც აჩვენებს, რომ ვთქვათ, მეტი რესურსები არის კონცენტრირებული ხელისუფლების ხელში, ის ქმნის თვითონ დღის წესრიგს და მანიპულირებს, იმიტომ რომ აი თუ გავიხსენებთ იგივე არჩევნებს, ხო, ისინი კი არ ამბობენ, რომ ჩვენ ევროკავშირზე უარს ვამბობთ, ხო, ღირსებით ევროპისკენ და ამ ღირსებაში რეალურად გულისხმობენ ეს სურკოვის სუვერენულ დემოკრატიას, რომ შენ თუ მაგალითად აკრიტიკებ ქვეყანაში ადამიანის უფლებების ხელყოფის დემოკრატიული უკუსვლის გამო, შენ იჭრები მის სუვერენულ საკითხებში. ეს რუსეთმა მოიგონა იმისთვის, რომ პასუხი გაიცა კრიტიკაზე, რაც ადამიანის უფლებების ხელყოფის კუთხით ხდებოდა. და ჩვენმა ხელისუფლებამ გადმოიღო ეს ტაქტიკა და გარკვეულწილად, როდესაც მას აკრიტიკებენ სასამართლო რეფორმაზე, მედიის თავისუფლების ხელყოფას და შემდეგ ის პასუხობს იგივე მეთოდით, რომ თქვენ იმიტომ გვაკრიტიკებთ, რომ აი ჩვენ ომში არ ჩავერთეთ და არ გავხსენით მეორე ფრონტი და აი ომის შიშების კულტივირებას წლები ახდენდა რუსეთი. ამიტომ რუსეთის გასაკეთებელ საქმეს დღეს სახელისუფლებო პროპაგანდა აკეთებს და ამ თვალსაზრისით ჩვენ ვხედავთ, რომ სივრცე ვიწროვდება ხელისუფლების არაკონტროლირებადი მედიისთვის, შეიზღუდა მათ შორის დაფინანსება მაუწყებლებისთვის უცხო ქვეყნებიდან, რაც მიზანმიმართულად ხდება. არასამთავრობოები ვართ შემდეგი სამიზნე, იმიტომ რომ ხელისუფლება ცდილობს გააქროს ყველა ის თავისუფალი კუნძული, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიულ ქვეყანაში კონტროლს და ბალანსს, იმიტომ რომ მედიასაც, არასამთავრობოებსაც აქვს ერთგვარი watchdog-ის, ანუ მოდარაჯე ძაღლის ფუნქცია, რომ გააკონტროლოს ძალაუფლების მქონები. და ეხლა ხდება მიტაცება ყველა ინსტიტუტების და ბოლო სამიზნე დარჩა არასამთავრობო სექტორი და მედია. აი ამაზეც მინდა რომ ვისაუბროთ ერთი მედიის ნაწილზე, პრინციპში ის ბოლო ცვლილება, რაც ვიცით რომ თვითრეგულირებადი სფერო
გახდა რეგულირებადი და ამაზეც იყო მედიის წარმომადგენლების მხრიდან, ხადია კრიტიკული მედიის წარმომადგენლების გულისხმობ, რომ ეს ემსახურება მედიის უბრალოდ გაქრობას, დამოუკიდებელი სიტყვის და აზრის და მეორე მხრივ აი თქვენ ახსენეთ არასამთავრობო ორგანიზაციები და მათ შორის ვნახეთ ანტიკორუფციული ბიუროს ქმედებები გასულ თვეს და თქვენც იყავით ერთ-ერთი ორგანიზაციების შორის, რომელსაც მოგთხოვათ პერსონალური მონაცემების გასაჯაროება. ზოგადად რა პროცესთან გვაქვს, რა პროცესი დაიძრა ახლა და ასე ვთქვათ, დღეს რა ეტაპზე არის იმის შემდეგ მოვლენები, რაც არ მიგვიდევნებია თვალის საჯაროდ. რთულად განჭვრეტადია ხელისუფლების ქმედებები ზოგადად, იმიტომ რომ ბოლო წლებში მიიღეს სულ მცირე 17 რეპრესიული კანონი, რომლის მიზანი არის კრიტიკული აზრის ჩახშობა, მაგრამ ჩვენ ვიცით რუსული გამოცდილება და ერთ-ერთზე მეორდება ყველაფერი. აი ჩვენ ოფისებთან ვანდალიზმი, როდესაც გააკრეს ფოტოები და გამოგვაცხადეს ხალხის მტრად, ისე რომ კანონიც არ ქონდათ მიღებული აი მუცხო ქვეყნის აგენტების შესახებ, ანალოგიური ხდებოდა რუსეთში, როდესაც კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ორგანიზებული ჯგუფი ნაში მიდიოდა და არბევდა და მტრად აცხადებდა ყველას, ვინც არ კონტროლდებოდა პუტინის მიერ. შემდეგი ნაბიჯი იყო კანონის მიღება და საინტერესოა რა გახდა გამოძიების საფუძველი. გამოძიების საფუძველი გახდა ჩვენ შემთხვევაში არასამთავრობოების ერთობლივი განცხადება ჟურნალისტთა მიმართ ძალადობის დაგმობასთან დაკავშირებით და გამოძიების მოთხოვნით, რაც მედია ადვოკატირების კოალიციის ფარგლებში გავაკეთეთ და მეორე კანონთან დაკავშირებით. ანუ ხელისუფლებამ ეს ჩათვალა პოლიტიკურ განცხადებად და ამიტომ მოითხოვა ჩვენი ხელშეკრულებები და პერსონალური მონაცემები ბენეფიციარების, რომლებიც ჩვენი პროგრამებით სარგებლობენ. ჩვენ ინფორმაცია ყველაფერი საჯაროდ გვაქვს გაცხადებული, არაფერი დასამალი არ გვაქვს და ქვეყანაში, სადაც თქვათ პრემიერ-მინისტრს შეუძლია გაიკეთოს ძალიან ძვირადღირებული 80,000-იანი საათი, ხოლო მინისტრმა შეიძინოს 8,000 ევროიანი ჩანთა, არასამთავრობოების წინააღმდეგ საქმეს იწყებენ მათი საჯარო განცხადებების საფუძველზე, რომელიც კრიტიკულია ხელისუფლებას. ეს არის რუსეთი, სხვა არაფერი. და მათ შორის მაღალჩინოსნების ბიოგრაფიასაც რო ჩავხედოთ, არაერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში თანამშრომლობას ხდება გარჩევები ფულთან და ყოფილი თანამდებობის პირის რაღაც თვითმკვლელობის თუ რაღაც წერილი ჩდება, საქმე ეხება დიდ ფულს და ხედავთ, რომ უამრავი ბევრი კორუფციის ნიშანი არის მათ საქმიანობაში და ამ დროს კრიტიკული განცხადებები ხელისუფლების ქმედებებთან მიმართებაში ხდება გამოძიება. ეს არის ავტორიტარიზმი და ეს არის რუსეთი, ასე ხდებოდა იქ და მათი მიზანი არის ჩვენი გაქრობა ამ სივრციდან, რომ ერთპიროვნულად ხდებოდეს მართვა ქვეყნის და მიტაცება სახელმწიფოსი და სახელმწიფო სამწუხაროა, რომ ინსტიტუტები ანგარიშვალდებული არიან ერთი პირის წინაშე და არა კანონის და კონსტიტუციის წინაშე და ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენ საქმიანობას, იმიტომ რომ ვფიქრობთ, რომ ის დაფინანსება, რომელსაც არასამთავრობოები იღებენ საქართველოსთვის და არა უცხო ქვეყნისთვის. როდესაც მაგალითად საერთაშორისო გამჭვირვალობა ეხმარება ადამიანს მიწის დაკანონებაში, რომელსაც არ აქვს, თქვათ, ადვოკატის დაქირავების ფული, ამას აკეთებს საქართველოს მოქალაქისთვის. როდესაც ჩვენ გერმანიის მთავრობა გვეხმარება მედია წიგნიერების პროგრამების დაფინანსებაში და გამოვცემთ სახელმძღვანელოს, გერმანიის მოქალაქეების ინტერესებს არ ემსახურება ეს სახელმძღვანელო, ეხმარება ქართველ ახალგაზრდებს, რომ გაუმკლავდნენ ამ დეზინფორმაციულ ნაკადს. მათ შორის ისევ ანტიკორუფციის ქმედებებს რომ დავუბრუნდეთ თქვენ ამ ყველაფერზე მათ შორის ისაუბრეთ აი ამ ფორუმის ფარგლებშიც და გააცანით ჩვენ საერთაშორისო მეგობრებს არსებული სიტუაციის მთელი სიმწაფრე. რა გამოხმაურება არის მათგან ასე ცალკეული ერთეული შემთხვევები და ვიცით ის შეშფოთება ის არ ვიცი ფაქტობრივად ჰედლაინებში სრულად და ბოლომდე ვიყავით ხოლმე ჩვენ მთელი დეკემბრის განმავლობაში, მაგრამ ახლა უკვე
უკვე როგორ უყურებენ და აფასებენ ამ მდგომარეობას? ცხადია ეს აისახება იგივე რეიტინგებში, რომლითაც ხშირად სახელმწიფო პროპაგანდა манипуლირებს, იმიტომ რომ მათი ელექტორატის ნაწილიც არის პროდასავლურად განწყობილი და ისინი მათ არწმუნებენ, რომ არა, ჩვენი იზოლირება არ ხდება დასავლური სამყაროდან და რაღაცა ეს რეიტინგებზეც აისახება და ისინი პირდაპირ ხედავენ ანალოგიას რუსეთთან, იმიტომ რომ ეხმარებოდნენ მათ შორის რუს სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რომ გარკვეულწილად გადარჩენილიყვნენ და გაეგრძელებინათ თავიანთი საქმიანობა. აგონებთ ბელორუსში განვითარებულ მოვლენებს, უბრალოდ ჩვენთან მე მგონი ცოტა უფრო სწრაფად ხდება ეს ყველაფერი, ვიდრე თუნდაც იგივე რუსეთში მოხდა. და თქვენ თქვით და თავიდანვე აღნიშნეთ, რომ ბოლომდე მიყვებოდით ამ პროცესს და მათ შორის ყველა ინსტანციაში განსაჩერებლად. არ ვიცი თუ გაქვთ არსებული რეალობის გათვალისწინებით აქ საქმის დასრულების იმედი საქართველოში ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გასაჩივრებულია კანონი, რომელიც უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარ ორგანიზაცია ეხება ეგრეთ წოდებული რუსული კანონი და არასამთავრობოების ძირითადი არასამთავრობოები და მათ შორის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და სხვები წარადგენენ ამ სარჩელს და იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო მექანიზმების გამოყენება უფრო ქმედითი იქნება ამ მიმართულებით. საქართველოში გავასაჩივრეთ, რა თქმა უნდა, ანტიკორუფციული გაწყობა, მაგრამ უარყოფითი პასუხი მოვიდა და დავალოდებით შემდგომ პროცესს, იმიტომ რომ დოკუმენტირება, ვთქვათ, კანონის არასწორი გამოყენების მნიშვნელოვანი არის და ჩვენი საქმე არის, რომ მოვახდინოთ დოკუმენტირება იმ ვთქვათ დარღვევების, რომელსაც თუნდაც ანტიკორუფციული ბიურო ან სხვა სახელმწიფო ინსტიტუტები განახორციელებენ. ძალიან საინტერესოა სხვათა შორის გონგო არასამთავრობოების შემთხვევაში, როდესაც ისინი თავიანთი დამფუძნებლების საპარლამენტო აქტივობებს აშუქებენ Facebook-ზე, მათ მიმართ ანტიკორუფციული ბიურო არ არის ისეთი ჩასაფრებული, როგორც დასავლური დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობოების მიმართ, იმიტომ რომ დასავლეთი არის დღეს ამ ხელისუფლებისთვის მტერი, რადგან დემოკრატიაში ხედავს უფრო მეტ საფრთხეს, ვიდრე რუსეთში, იმიტომ რომ დემოკრატია გულისხმობს ხალხის მმართველობას და ოლიგარქიაში მიტაცებულია ის ყველა ინსტიტუტი, რომელიც ამუშავებს დემოკრატიას და ანგარიშვალდებულს ხდის ხელისუფლებას ხალხის წინაშე. კი ბატონო, ქალბატონო თამარ, რომ შევაჯამოთ ახლა და რაღაცნაირად გადავხედოთ მიღმა დეზინფორმაციისა და მიღმა იმ ჰიბრიდული ომისა, რასაც მათ შორის რუსული სპეცსამსახურები, როგორც აღნიშნეთ, აწარმოებენ, ასე ვთქვათ, ჩვენს ქვეყანაში. ამის მიღმა ვხედავთ ძალადობას ჟურნალისტებზე, ვხედავთ, არ ვიცი, რამდენიმე ათეულ საქმეს, რომელიც თაროზე არის შემოდებული, არ ვიცი, მაგათ შიხლაძე, გურამ როგავა, რომელი ერთი ძიმე დეკემბერი სისხლიანი, რომელმაც ასე ვთქვათ კადრები ყველაფერს ამბობს, ხო, რომ აღარ დავამატოთ ჩვენი შეფასება და ამის მიღმა გვაქვს ის რეალობა, რომ ახლა ამ საქმეებზე რომც დაიწყოს განხილვა ჩვენ მტკიცებულებათა ერთობლიობას ვერც მოვიკვლევთ ჟურნალისტები, ვერც დავაკვირდებით, იმიტომ რომ სასამართლო არის ჩაკეტილი. მაგაჩიხლაძის შემთხვევა ჩვენ ვნახეთ პირდაპირ ეთერში, როგორ იძალადეს. ნამდვილად და აი ეს ყველაფერი, ასე ვთქვათ, ეხლა ვინც გვისმენს და შეიძლება ხო, ანუ ეს მაინც წარსულში დარჩა იფიქროს, თუმცა ეგ ყოველდღე რაღაცას გვაწევენ მედიას სასამართლო ჩაგვიკეტეს და რა იქნება შემდეგ კიდევ საკითხავი არის. აი რას ქმნის ახლა უბრალო მოქალაქეებს, ჩვეულებრივ რიგით მოქალაქეებს, რომ განუმარტოთ ეს უახლოეს მომავალში რა რეალობაში ჩაგვაყენებს, რასაც შეიძლება დღეს ვერ ვიაზრებდეთ და რაში ხედავთ თქვენ გამოსავალს? მიზანი არის ყველამ უნდა გააცნობიეროს თავისუფალი მედიის გაქრობა და ყველაფრის კონტროლი და ეს სახიფათოა ყოველ ნებისმიერი მოქალაქისთვის, იმიტომ რომ მათ არ ექნებათ პლატფორმა, სადაც შეიძლება კრიტიკული აზრი გააჟღერონ და ეს არის გამოწვევა ნებისმიერი მოქალაქისთვის, რომელი პოლიტიკური გემოვნებისაც არ უნდა იყოს ის. ჟურნალისტური საქმიანობა აღარ არის უსაფრთხო. ერთი მხრივ ხედავთ, რომ ძალადობა ჟურნალისტების მიმართ არის დაუსჯელი, მეორე მხრივ ხედავთ, რომ ზია ამაღლობელი ჟურნალისტი ისჯება უმკაცრესად
იმის გამო, რომ ის არის ჟურნალისტი და წარმოადგენს იმ პლატფორმას, რომელიც ცნობილია თავისი დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკით. გარდა ამისა, კიდევ იკვეთება ერთ-ერთი სახიფათო ტენდენცია, როდესაც დასავლური მედიის ჟურნალისტებს არ უშვებენ საქართველოში. იმისთვის, რომ სრული იზოლირება მოახდინონ ჩვენი დასავლური სამყაროდან და არ მოხდეს გაშუქება იმისი, რაც ხდება ქვეყანაში. ჩვენ ვნახეთ რეპორტიორები ფრანგული მედიიდან, ჩეხეთიდან იყო ერთი თუ არ ვცდები, ვინც აშუქებდა პროტესტს, ასევე ვნახეთ ბრიტანელი ჟურნალისტი ვილ ნილი, რომელსაც ჰქონდა ორი კრიტიკული გამოძიება და ეხებოდა, ვთქვათ, ტელეკომპანია იმედის მფლობელს და აბრამოვიჩის შესაძლო კავშირებს და ისიც არ შემოუშვეს საქართველოში. ამასაც აქვს გარკვეული გამყინავი ეფექტი, რომ თუ საქართველო დარჩება იზოლირებული, უფრო მეტი განუკითხაობა იქნება ქვეყანაში და ეს ყველას შეეხება. ჩვენ ვნახეთ, რომ ეს განუკითხაობა შეიძლება მმართველი პარტიის ყოფილ წევრებსაც შეეხოს და ამიტომ ჩემი აზრით სამოქალაქო საზოგადოება და მთლიანი საზოგადოება უნდა იყოს უფრო ფხიზლად, იმიტომ რომ ეს ჩვენ ყველას გვეხება. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო თამარ, ძალიან საინტერესო აქცენტებისთვის და ანალიზისთვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ აღიარებას და წარმატება, აუცილებლად თავისუფლება მზია ამაღლობელს, ყველა სინდისის პატიმარს. საქართველოში თამარ კინწურაშვილი მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი იყო ჩვენი სტუმარი და სიუჟეტი უნდა შემოგთავაზოთ. ახლა საქართველოში თავისუფლების ინდექსი გაუარეს და ამის შესახებ ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის უახლეს კვლევაში ვკითხულობთ, რომელიც მიმდინარე წლის თებერვლის მდგომარეობით სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ ვითარებას მიმოიხილავს. გასულ წელთან შედარებით წლევანდელი შედეგი ცხადყოფს, რომ ჩვენი ქვეყნის თავისუფლების ინდექსმა სამკვლიანი ვარდნა აჩვენა გაუარესებულ შედეგებზე. მსჯელობისას რა ფაქტორებზე მიუთითებს ორგანიზაცია ოფიციალურ დოკუმენტში და ამის მიღმა რა რეალობა ჩვენ სამეზობლოსა თუ დანარჩენ მსოფლიოში დეტალებს ახლა ჩვენი სიუჟეტიდან გაგიზიარებთ. ასეთი იყო ქალების ნარატივი ლიკა მეგუცნიშვილთან ერთად. მე ხოლმე გემშვიდობებით დროებით. ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-მა ქვეყნების თავისუფლების ინდექსის ახალი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმად საქართველოს მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით გაუარესდა და შედეგი 58-დან 55 ქულამდე ჩამოქვეითდა. ამის მიზეზად Freedom House ერთი მხრივ საპარლამენტო არჩევნების დროს არსებულ ძალადობრივ გარემოსა და იმ სერიოზულ დარღვევებზე მიუთითებს, რომლებიც საერთაშორისო დამკვირვებლებმა დააფიქსირეს, ხოლო მეორე მხრივ ორგანიზაციის ფოკუსშია მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დროს საპოლიციო ძალების მიერ ძალის არაპროპორციული გამოყენება. ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოს შესახებ განმარტებით დოკუმენტში ხაზს უსვამს ასევე ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმდინარე მძიმე რეპრესიებს, რომელიც ორგანიზაციის თქმითვე მას შემდეგ გამწვავდა, რაც მთავრობის ანტიდემოკრატიული კურსის წინააღმდეგ საქართველოს მოქალაქეებმა დემოკრატიული ღირებულებებისთვის ბრძოლა დაიწყეს. მათ შორის რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმების მოთხოვნით. Freedom House-ის დოკუმენტში შავით თეთრზე წერია ისიც, რომ ქვეყანაში მშვიდობიანი პროტესტი ხელისუფლების ძალადობრივი ქმედებების მიუხედავად მაინც გრძელდება. საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების გაუარესებული მდგომარეობის პარალელურად Freedom House-ი სომხეთის გაუმჯობესებულ დემოკრატიულ გარემოზეც საუბრობს. ანგარიშში ნათქვამია, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყანაში ხელისუფლებამ დემოკრატიზაციის გაღრმავებისა და ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით საზოგადოების მზარდ მოთხოვნას შესაბამისი რეაგირებით უპასუხა, რაც რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებითა და ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავებით გამოიხატა. თუმცა ჯერჯერობით სასიკეთო ტენდენცია ქულაში არ ასახულა. გასული წლის მსგავსად სომხეთი Freedom House-ის რეიტინგში 54 ქულით პოზიციონირებს და საქართველოს მსგავსად ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნის სტატუსით სარგებლობს. ანალოგიურად არ შეცვლილა ჩვენი სხვა მეზობელი სახელმწიფოების მაჩვენებელიც. თურქეთი კვლავ 33, რუსეთი 12, ხოლო აზერბაიჯანი 7 ქულით პოზიციონირებენ, რითაც სამივე მათგანი არათავისუფალი ქვეყნის კატეგორიაში ხვდება. რეგიონს რომ გავცდეთ, Freedom House-ის უახლესი ანგარიში ფართო სურათში აჩვენებს, რომ თავისუფლების მაჩვენებელი გლობალურად უკვე ზედიზედ მე-19 წელია მცირდება. ირკვევა, რომ ადამიანის პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლების მდგომარეობა გასულ წელს 60 ქვეყანაში გაუარესდა. მიზეზებს შორის ორგანიზაცია განსაკუთრებულად გამოყოფს მედიის თავისუფლების შეზღუდვას. როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, 34 ქვეყანასა და ტერიტორიაზე დამოუკიდებელ მედია
დემოკრატიას სამოქმედო სივრცე პრაქტიკულად აღარ გააჩნია. შედარებისთვის 2005 წელს მსოფლიოს მასშტაბით ასეთი ქვეყნების რაოდენობა მხოლოდ 13 იყო. Freedom House-ი გასული წლის რეალობის გაანალიზებისას მედიაზე თავდასხმის ფორმებსაც გამოყოფს. ორგანიზაციის მტკიცებით, ცენზურა, ჟურნალისტების დაპატიმრება და თავისუფლების აღკვეთა, ფიზიკური ან სამართლებრივი შევიწროვება და ძალადობა 12-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზე დაფიქსირდა. რაც შეეხება კონკრეტულ სახელმწიფოებს, დემოკრატიის მკვეთრი უკუსვლა და თავისუფლების ინდექსის ყველაზე საგანგაშო მაჩვენებელი Freedom House-ის თანახმად მიმდინარე ძალადობრივი კონფლიქტის ფონზე რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფიქსირდება. ანალოგიურად მძიმე ვითარებაა ტიბეტში, სამხრეთ სუდანში, თურქმენეთში, ღაზის სექტორში, ასევე ჩრდილოეთ კორეაში. რაც შეეხება მთელ მსოფლიოში ყველაზე თავისუფალ ქვეყანას ეს ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ფინეთია. ერთადერთი ქვეყანა უმაღლესი 100-ქულიანი მაჩვენებლით. სახელმწიფო სრულად პასუხობს ყველა იმ მოთხოვნას, რასაც აბსოლუტური დემოკრატია და თავისუფლების უმაღლესი ინდექსი მოითხოვს, მათ შორის გამართული, თანაბარ უფლებიანი და მრავალპარტიული პოლიტიკური სპექტრი. დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, კორუფციის ყველაზე დაბალი დონე და ცხადია ადამიანის უფლებების პრიორიტეტიზაცია. ფინეთს მხოლოდ ერთი პუნქტით ჩამოუვარდებიან და 99-ქულიანი მაჩვენებლით მსოფლიოს ასევე ერთ-ერთ ყველაზე თავისუფალ ქვეყნებად პოზიციონირებენ ახალი ზელანდია, ნორვეგია და შვედეთი.